პედაგოგების პრობლემებს მე გარეშე პირის პოზიციიდან ავყვები, რადგან თვითონ ვარ პედაგოგების ოჯახში გაზრდილი, ჩემი ორი ბებო და ბაბუა მასწავლებლები იყვნენ და ასე ვთქვათ, შიგნიდან ვიცი რა ხდებოდა ჩვენს ოჯახში, როგორი ცხოვრების წესი იყო, რას გრძნობდნენ ისინი, როგორ მუშაობდნენ და როგორ დღემდე მხვდებიან მათი მოსწავლეები და ძალიან დიდი სითბო და სიყვარული მოდის ამ მოსწავლეებისგან, როდესაც ისინი იხსენებენ ჩემს ბებოს და ბაბუს. სხვათა შორის იავარდით მოფენილი პედაგოგების ცხოვრება არც ადრე ყოფილა. მე მახსოვს დედაჩემის მონაყოლიდან რამდენად დიდი ძალისხმევის გაწევა უწევდათ ჩემს ბებოს და ბაბუს იმისთვის, რომ სამი შვილისთვის ნორმალური განათლება მიეცათ, რამდენად ბევრ რაღაცაზე უწევდათ მათ უარის თქმა, თუმცა ამის მიუხედავად ისევ გადმოცემით ვიცი და იმას იქიდან გამომდინარე, რასაც მე თვითონაც მოვესწარი, რომ ბებიაჩემისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იქნებოდა თუნდაც საჩუქრის მიტანა და ვიცი რომ ვერავინ ვერ გაუბედავდა მას ამას. საჩუქარში არ გულისხმობ ყვავილებს და ელემენტარულად მოსწავლის მხრიდან ყურადღების გამოხატვას ამ ყვავილებით, თუმცა რაღაც ღირებული საჩუქარი, როგორც ასეთი ჩვენს ოჯახში, აი ესეთი ბებიაჩემის მხრიდან არ შემოსულა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა.